აი ამ ლამაზ ამინდში 21 თებერვალს რო ესეთი ამინდი გექნება ზღვის დონიდან 900 მეტრზე. ო, ესეთი ხედები რო გექნება, რადოსთან სამყაროში ხარ. ეგრევე. სხვაგან ხარ. სხვაგან ხარ საერთოდ, რა და ეს რაღაც სხვა სამყაროს ეკუთვნის, სხვა ადამიანი ხარ, სხვა ენერგეტიკა გაქვს. შენ რომ მოხვედი აქ ბაზალეთის ტბაზე და ეს საოცრებაა შენ. აქ ბევრი ადამიანი არ იყო მოსროლი და საერთოდ არაფერი არ იყო. საერთოდ არ იყო და გადაწყვიტე რომ აგეშენებინა არავის არ აინტერესებდა ეს ადგილი. მივიწყებული ტერიტორია იყო, ჩვენ რომ მოვედით. აქ ეხა ფანტასტიკური რესტორანია, ფანტასტიკური სივრცეებია, როგორც შიდა ისე გარე. შენობა არის პირველი შენობა, რომელიც არის რეგისტრირებული მწვანე შენობა, ანუ გარემოზე ზემოქმედების ნულოვანი მაჩვენებლის შენობა და კიდევ მე მაქვს პირადი ჯილდო მიღებული ამერიკის როგორც საპატიო მოქალაქე, იმიტომ რომ ეს შენობა შევქმნით. ჩვენ ფანტასტიკური. მეც სიამოვნებს, როცა ვიცი ის, რომ გარემოზე ზეგავლენა არ მაქვს, ანუ გარემოს არ ვაბინძურებ, ისევ ცხოვრობ ამ დედამიწაზე, ამ პლანეტაზე რა და აი ეს შეგრძნება როგორია, ანუ როცა ამდენი წელი ცხოვრე, ახლა ესეთ ადგილას შენი ელექტროენერგია გაქვს, შენი წყალი გაქვს, მილიონ რაღაც საკეთებ კიდე. კი, იცი რაშია საქმე, მე სპეციალობაა ეს ჩემი, იმიტომ მე გეოფიზიკოსი ვარ, გეოლოგი ვარ, ხო? ამით დავებადე მეცნიერი ვარ, პროფესორი ვარ, ამას ვასწავლიდი სხვებს და ამიტომ მინდოდა რომ ყოველთვის გვეუბნებოდნენ რომ ბიზნესი, კერძო ბიზნესი ვერ იქნება სწავლის მაგალითი. ჩვენ ხო პროფესიულ სასწავლებელიც გვაქვს აქ და ვასწავლით ადამიანებს როგორ გადაიტანონ ეს ცოდნა სხვაგან. ეს მე მაძლევდა ეგეთ შინაგან მუხს იმისთვის რომ აქ ყოფილიყავი წარმატებული. აი თუნდაც ეს შენობა ეს არის პერმაკულტურის შენობა, ეს მარანია ჩვენი. დავიდეთ ახლა მარანი მანახეთ. ჩვენი სასმელები გაქვს საკოლექციო, რომელიც აქ რომ მოვედით არა მანამდე შევქმნით და რომელმაც უკვე მე-10 მე-15 წელი გაიარა და ასე მზის ენერგიით ვაწარმოებთ დისტილატებს შეგვიძლია ეს არის გასაგებ ენაზე რო თქვათ, გაქვს სპირტი ფაქტიურად, ხო? ნუ საკონიაკე მასალა. ეს არის ვაშლი, მსხალი, ატამი, კლიავი, გარგალი, თხილი, იშვიათი აი ესეთი მანდარინი, ფეიხო, აი პრაქტიკულად ყველა და ამისგან დამზადებული შენ დისტილატები გაქვს, რომელსაც ინახავ მუხის ბოჭკებში უკვე 15 წელია თუ რამდენი 10 წელი. უკვე 10 წელს გადააჩინა ყველამ და ზოგი 12 წელს არის ზოგი და ამას ვაკეთებთ ჩვენ მზის ენერგიით. ანუ როცა მზე ამოდის, ამის გაკეთებას ვიწყებთ. ეს არის მარანი. ეს არის მე მგონი ამ რესტორანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ინახება ეს დისტილატი. ეს არის საინტერესო კიდევ რომ ჩვენ გვაქვს არტიზანული სასმელები, რომელიც არა მარტო დისტილატები გვაქვს, გვაქვს მაგალითად 10 წლიანი დაძველების ძმარი, რომელიც მუხის ბოჭკები გაიარა, აი ამ კასრებში არის ეს ძმარი, რომელსაც მომავალ წელს გავიტანთ ბაზარზე. ეხლა ჩვენ მოგზაურთან ერთად დავდივართ მთელ საქართველოში და ვაგროვებთ ისტორიას, როგორ იქმნება საქართველოში ძმარი და რა კერძები და რანაირად შეიძლება მათი ასე ვთქვათ ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი საკოლექციო დისტილატები. მუხის კასრები, რომელშიც არის შენახული მუხის კასრები. უნიკალური სითხე. კი, და ამ სითხის საფასური დღეს მდგომარეობით არის დაახლოებით $9 მილიონი, ხო ესეა? კი, ასე იყიდება ეს. ამ შენს ქმნილებას რესტორანს ვერ დავარქვა პლატფორმას ვყიდით, ხო? აი ხა რო წაიკითხოთ, ზოგი ვაშლის არის, ზოგი მსხლის არის, ზოგი თხილის არის, აი თავისი ისინი აქვს, ხო? როგორ არის ვაშლის არის ეს მაგალითად. ეხლა ამას QR კოდები აქვს ყველას და აქ ამ ბოთლებში რა გაქვს? ამ ბოთლებში სიდრია. სიდრი გვაქვს ვაშლის, მსხლის, ბროწეულის, აი ესენი არის ჯინი ჩვენი. მე ხა პირველ რიგში აი ეგ რა არის? ყვახის არის. ყვახის. ყველას აი ეს არის მაგალითად გირჩის, აი აქ. აი ნახეთ გირჩიები. გირჩი გასინჯული მაქვს. კი და რაღაცა ესეთი სპეციფიკური ეს არის მოცვის მაგალითად. ეს არის დირბულა. ეხლა როდესაც ამ ქმნილებას რესტორანს მართლა ვერ დაუწოდებ, აი ამ ქმნილებას ვყიდით $2.9 მილიონად, ხო? აი 2.9 მილიონად გაიყიდა, 9 მილიონის მარტო დისტილატი გააყოლე. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ ეს ხომ მე მაგრამ ეს დისტილატი რომ მორჩება, რაკნას მესაკუთრე, მე საწარმო გვაქვს აქ და სოდნასაც აძლევ? რა თქმა უნდა. ამ 2.9 მილიონში. ჩვენ შეგვიძლია ესეთნაირად გავუკეთოთ, მე გავყვეთ გარანტებად. შეგვიძლია შევთავაზოთ მას
გარკვეული წილობრივი მონაწილეობა თავიდან გავყიდოთ თქვა 80%, 20%-ში დავშვეთ ან 50%, ერთი წლის განმავლობაში ვიმუშაოთ მათთან ერთად. რომ გადაცეთ ეს ცოდნა, იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრი რამეა იქ იხდება ეს პროცესი, აქ ბზის სისტემებია, განახლებადი ენერგეტიკის სისტემებია. წავედეთ და შიგნით შევიდეთ და დავათვალოთ კლიანი მაგ შეხედე როგორი 1800 კვადრატული მეტრი სივრცე, აი ეს კლიანად ყველაფერი. მე როგორც ვიცი, ეს ყველაფერი, აი ეს მეტალო სვეძახი, მაგრამ ხის შენ მეტალო დაუძახე მე თავის სახელს. აი ეს ხის ვიტრინები, ხით გაკეთებული ვიტრინები, კვადრატული მეტრი დაახლოებით $900 იჯდება როგორც კი. ამას ბუნებრივად აქ ის თერმული თვისებები, რასაც ჩვენ ვწვალობთ, რომ მეტალოპლასტიკში მივაწიოთ ხელოვნურად. შენ გაკეთებული გაქვს ფაქტიურად თელი ეს ვიტრინა, რაც ამ 1800 კვადრატს არ ტყავს გარშემო. არის ამ ხით გაკეთებული 360 კვადრატული მეტრი ვიტრაჟი. აფრიკიდან ჩამოტანილი ხით. იშვიათი ჯიშის საოცარია. მოდი ეს იქით ამ ხარჯს მაინტერესებს რომ დავათვალიეროთ თან აუხსნი ჩვენს მაყურებელს რა არის გაკეთებული. აი ავეჯიც მინდა რა 2-20 სიტყვით რომ ეს ავეჯიც ნახეთ რანაირი ხია და ეს ავეჯიც არის შენს საწარმოში გაკეთებული. ესეც აფრიკულია. ესეც აფრიკული და ამას ჩვენ ზებრანოს ვეძახდით, ისე პავაროს აქვია ამ ხეს. აი ეს პეჩები ჩვენი გაკეთებულია, ხო? ანუ იატაკი, ყველაფერი. ეს ენერგოეფექტური პეჩია. რა თქმა უნდა, აი ნახე, ამას აქვს პირველადი ჰაერის მიწოდება, აქედან მეორადი ჰაერის მიწოდება. ეს შეგვიძლია ახლა დავკეტოთ, იმიტომ რომ აღარ ჭირდება პირველადი ჰაერი და ამ ხიდან გამოყოფილი მეორადი ჰაერი გაზებით დავწვათ, ეს გავაღოთ. ეს სპეციალურად კედლები არ არის, ნახეთ, არ არის შეღებილი და ლოფტის სტილია, იმიტომ რომ ლოფტის დიზაინი ეს იმიტომ რომ გარემოზე ნაკლებად გეგმოქმედა ზედმეტი საღებავით. ამიტომ არ შევღებეთ. იატაკიც დატოვებული ბეტონი, რაც ფუნდამენტი რო დავასხით, ესეთი დავასხით. ხო, ერთი სული მაქვს, როდის მივალთ შენ ბართან და გავსინჯავთ ლუდს, ეს არის კიდევ დესტილატებს, რა ვიცი რა. ეს არის საინტერესო აგრეგატი, რომელიც ჩანს, რომელიც უზრუნველყოფს შენობაში ჰაერის ცვლას ისეთნაირად, რომ ტემპერატურა დარჩეს უცვლელი. ამას ქვია რეკუპერატორი. ხო, რეკუპერატორი. კი, აი ახლა იხედავთ თქვენ აიქიდან იღებს ჰაერს, შემდგომ გამოაკა, გაცვლის გარემოდან შემოტანილ ჰაერთან, ტემპერატურას ტოვებს იგივე შენობაში 10 გრადუსით ამატებს, ამას ამაწევს მზის ენერგიით და ამიტომ გამოდის ნულოვანი ენერგიით. აი ეს რა სისტემაა? ეს ახლა მზისგან ეს ნახეთ რა არის, აი შეხედეთ, რამდენი გრადუსია გარეთ. ეხლა გვაქვს 14 გრადუსი. 115 გრადუსიანი წყალი მოგდის მზიდან ახლა ჩვენ. არის 80 კილოვატი ელექტროსადგური, აი თავისი შენახვის ბატარეებით, არასდროს შუქი ჩვენ სულ გვაქვს შუქი რაღაც ფაზებზე, აი ვინახავთ ენერგიას ლითიუმის ბატარეებში, კი. შენი ელექტროენერგია გაქვს. კი, რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილს ქსელში უშვებთ, ნაწილს ვინახავთ. ნახეთ ზის ბატარეები. ამ დროს ეს სპეციალურად არის, რომ ზემოდან არ დაჩtildeო ზედმეტად და ზის ბატარეებიც აქ იმიტომ გავაკეთეთ, რომ დაწოლა, სიცხის დაწოლა შემცირდეს, ახლა სიგრილე გვინდა. ჩვენ ამ სიგრილესაც ვინახავთ ნულოვანი მიწიდან ამოღებული სიცივით ვინახავთ ამასაც. ის რა სივრცეა იქითკენ რა? ეს რესტორანს ვაკეთებთ, აქ სიდრებს, დისტილატებს, ლუდს ხარშავთ. პრინციპში აი ეს არის ჩვენი ლუდსახარშიც. აი ეს სპეციალური ქვაბი გვაქვს, ჩვენ გავაკეთეთ თვითონ. ეს ლუდსახარშია ეს? ეს ლუდსახარში. კი, 400 ლიტრას. აი ეს არის რამე ალკოჰოლი, რასაც არ ხარშავ და არ აკეთებ. ყველაფერი არტიზანული, ყველაფერი. ჩვენ გვაქვს ლუდი, ჩვენ გვაქვს მსხლის ლუდი, ჩვენ გვაქვს აი ბევრნაირი ლუდი. საოცარი. ეს არის ეს რა მასალაა ეს რა კასრე? მუხის კასრე. კი, მუხა. და სახარშია ისეთი როგორ აქ პროცესებია. ეს არყის სახდელს გავს ეს რა? ეს არის შნაფსის ჩართულია ეს ახლა პრინციპში შეიძლება ცოტა ხანში დაიწყოს გამოშვება ამან. მე ხო შნაფსი გავაკეთოთ ერთად. კი. ეს არის ამაცივრე კასრები, რომლებშიც ლუდი შემდგომში ფერმენტაციას გადის, 300 ლიტრიანები, იმიტომ ჩვენი არტიზანულია და ცოტას ვაკეთებთ, ის კონუსური კასრები გვაქვს, სიდრის საწარმოებლად, სიდრის კრუშერები. წავიდეთ ახლა სამზარეულოში ბიჭებთან თუ. წავიდეთ სამზარეულოს ვნახოთ, კი, მაინტერესებს. ეს არის სამზარეულო. აქ მზადდება. აი, აქ ჩვენი გოგო ბიჭები ამზადებენ.
ყველაფერს. პერიოდულად კი აი ეს ადამიანები დანადგარები. ოქროს ხელება ხალხი აკეთებენ ამას ყველაფერს.